ქუჩაში რომ დავდივარ, სულ ვაკვირდები ხოლმე გოგოებს. ვის რა აცვია, ვინ სად მიდის, რომ აი რაღაც მაგას უბრალოდ ვაკვირდები და ეხა ჩამიერა გოგომ. ხალხნა ეს გოგო იყო, აი არც ჩაცმულობა, არც არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ იყო აი ჯიშიანი. რაღაცნაირი ლამაზი, გამოირჩეოდა ყველასგან. შეიძლება Thank you so much. კომპლიმენტიც მითხრა. რაღაცნაირი იყო. ძალიან განსხვავებული და აი როგორი საინტერესოა რითი აი რა განაპირობებს ამ ჯიშიანობას, იმიტომ რომ ხო ხედავთ ძალიან ბევრი ლამაზი გოგო. საქართველოში მით უმეტეს, საქართველოში საერთოდ ისეთ თაობა წამოვიდა ეხა რომ აი ყბადაღებული უყურებ ხოლმე სულ ყველას, მაგრამ აი რაღაცა კიდე სხვა რაღაც არსებობს, აი ეს ჯიშიანი. ბებიაჩები იტყოდა ხოლმე ეს ჯიშიანი გოგო. აი როგორ აგიხსნათ? არც იცვა არაფერი განსაკუთრებული. საერთოდ არაფერი არ ქონდა სახაზე გაკეთებული, ზუსტად ხედავდი, ანუ არ იყო გაკეთებული, არც ტუჩი, არც ხვირი, არც არაფერი. მაგრამ აი ვიდიანი იყო რა, ჯიშიანი. აუ, დამეხმარეთ რა, რო ავხსნა ეს ფენომენი, ვერ ვხსნი. აი ლამაზეც არ არის. რაღაცა ვიდიანი, გემრიელი, არა, გემრიელი არა. აი რაღაცა ფირმა. საზღვარგარეთაც არსებობს ხოჩეს ფირმა ქალები.